შეება ან უკვე ჩატარდა ან ჯერ კიდევ დარჩა კითხვა. არ ვიცი თუ ჩატარდა გამარჯვებულებს კი ილოცავთ. თუ არ ჩატარებულა, მაშინ კიდევ ყურადღებით იყავით. მას შემდეგ რაც დავასრულებთ ფინალს, უკვე გამარჯვებულების დაჯილდოება გვექნება, მიულოცავთ ყველა ერთად. ვისაც გვინდა ვიწუწავებთ შამპანურში, ვისაც არა მოვერიდებით. და მე არ ვიცი, ის როგორი after party გექნებათ. მე ყველას დიდებულ საღამოს გისურვებთ, თუ ღამეს უკვე. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის ყველას პირველ რიგში თქვენ, იმიტომ რომ ლილო არენას სტუმრობთ, მოდიხართ, გულშემატკივრობთ King of Drifts და გულშემატკივრობთ დრიფტერებს. თავად ლილო არენას მადლობა მას პინძელს, ძალიან მაგარი შეჯიბრის. მადლობა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას, ავტოსპორტის ფედერაციას და რა თქმა უნდა გენერალურ თავარ სპონსორს, თავარ მეგობარს King of Drifts ვისოლს. და ჩვენ ხედავთ მათე როჭიკაშვილი დადგა სტარტის ხაზთან ლიდერის პოზიციაში, იმიტომ რომ მეორე იყო კვალიფიკაციით და როგორც იცით, კვალიფიკაციით მაღალი მრბოლელი ჯერ მიდის წინ, მერე მიყვება უკან. და იგორ ზიმინის ამოუდგა გვერდზე. მათე ფარები ვერაანთო. ამასობაში კიდევ ერთი შოუ ემატება ჩვენს დღევანდელ შეჯიბრებას, შეგიძლია თვალყური ადევნოთ, აი თვალი თბილისში შემოსასვლელ საცობს, რომელიც უფრო და უფრო ძლიერი, უფრო სანახაობრივი გახდება იქ ხიდზე და ნაცნობები მოიკითხოთ აქედან დაურეკოთ რავი. ამასობაში გვაქვს სტარტი, ბრძოლა მესამე ადგილისთვის, მათე როჭიკაშვილი, იგორ ზიმინი. სანტიმეტრებით მიყვება იგორ ზიმინი მათე როჭიკაშვილს. ნუ ამ მონაკვეთში ასე ჩანდა. Go! საუბრობენ კონტაქტზე. საუბრობენ კონტაქტზე არა უცხოურ ცივილიზაციებთან, არამედ საუბრობენ კონტაქტზე ამ ორ დრიფტერს შორის რა. ესეც უნდა დავაკონკრეტო, ხო რა კონტაქტია. როგორ კონტაქტია? შეხებაზეა საუბარი, ამბობენ რომ ბოლო ნაწილში შეიძლება შეხება იყო. თუმცა მე არც მარშალი ვარ, არც მათთან გათანაბრებული პირი, რასაც ყური მოვკარი, ის გითხარით ხალხო. ეს იყო მეგობრული კოცნა. მეგობრული კოცნა. როგორი მეგობრული, ეგ ხა თქვენ გადავ. ეხლა კი მეგობრულ კოცნას აჩვენებენ, ეს რო გახდეს ერთ-ერთი ნაწილი ჩვენი დრიფტ. ქულა რო იწერება. წვილის მეორეც და უნდა ვნახოთ, არიან ისინი მზად უკვე სტარტის ხაზზე, დადგა მათეც. იგორ ზიმინი ელოდება თავის ყვითელი სრიალა მანქანით. ჟიური მზად არის, ტრასა თავისუფალია და ერთი გარბენი გვაშორებს, რომ გავიგოთ ვინ გახდა მესამე ადგილის მფლობელი. გვაქვს სტარტი. იგორ ზიმინი, რომელსაც მათე როჭიკაშვილი მიყვება, ესე ძალიან ახლოს. როგორ ახლოს მიყვება? რა კარგი გადაწყობა იყო, უბრალოდ შიგნით დარჩა. ცოტათი შიგნით დარჩა. და ესეც ბრძოლა მესამე ადგილისთვის. და კიდე ერთი თავის ტკივილი გამოუჩნდა ჩვენს აჯებს.
ველოდებით მსაჯების გადაწყვეტილებას ვინ გახდა მესამე ადგილის მფლობელი დღევანდელი ეტაპის მესამე ადგილის მფლობელი. ახლა გავიგებთ. იგორ ზიმინი თუ მათე როჭიკაშვილი. ორივემ ძალიან კარგად იარეს დღეს, მაგრამ ისრიალეს ვაიმე, მანქანა. თვითონ გადაწყვეტა რომ აქ არის. პარკინგს ჩასულა. სტარტზე ხო არ მიდიოდა ისე უკან. კიდე ერთხელ გვინდაო. არა, ამანქანა მე ჩემი გავაკეთეო ძმაო და წავედი. მე რაც შემეძლო ყველაფერი. ისე მე ვფიქრობ იგორ ზიმინის რანდის შემდეგ ეტაპებზე გადადის მის მანქანას უფრო აღამაზებს თუ მეჩვენება. ჟიური მიიღო გადაწყვეტილება. და ისიც შენ. მე ვიცი. აი ხა თქვენს გაიგებთ. ესე იგი King of Drift-ის ფინალურ მეხუთე ეტაპზე პოდიუმზე ავა მათე როჭიკაშვილი. მათე როჭიკაშვილს აპლოდისმენტები მესამე ადგილი. დღევანდელი ეტაპის მესამე ადგილის მფლობელი, რომელმაც top 32-დან, ნუ იქამდეც კიდევ შესარჩევები საკვალიფიკაციოებიდან დაიწყო და top 32-დან მესამე ადგილი დაიკავა. იგორ ზიმის აპლოდისმენტები. მანაც ძალიან მაგრადი არა და წარმატებები უსურვოთ მავალ შეჯიბრებებზე. ახლა კი მეგობრებო, მოემზადეთ ნამდვილი გრუხუნისთვის. ბევრი კვამლისთვის და თქვენს წინაშე ფინალის დროა ახლა. თქვენს წინაშე ორი თავდადებული, ერთი ძალიან გამოცდილი, მეორე ახალგაზრდა მრბოლელი, ორი დრიფტერი. მევლუდ მელაძე, ნუკრის ალიას წინააღმდეგ, Purple Junkie და ნუკრის ალიას მწვანე მესედესი. ნახოთ ახლა მესედესი და BMW რას იზამენ ფინალში. თუმცა აქ ყველაფერი დამოკიდებულია მევლუდზე, დამოკიდებულია ნუკრიზე. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი ფინალია, იმიტომ რომ ეს დიდი სხვაობა. თუნდაც მევლუდი ბევრად უფროსია ნუკრიზე და გამოცდილებაც შეიძლება ითქვას, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ფინალი გვაქვს, რომ ფინალში ერთი ძალიან გამოცდილი და დიდი შანსი რომ იყო, რომ ამ ფინალში იქ მდგარიყო ის მევლუდ მელაძეა და ასევე მასთან ერთად ძალიან ბევრი ღირსეული მრბოლელი იყო მთელი 4 ეტაპის, მთელი 5-ვე ეტაპის განმავლობაში, თუმცა მევლუდ მელაძე და ნუკრი განან ერთმანეთის გვერდ ვისოლის არკასთან. ეს ნიშნავს, რომ გადავედით გზიდან, მოემზადეთ მეგობრებო, ბევრი სროლა, ბევრი გრუხუნი და ბევრი კვამლი იქნება ახლა ლილო არენაზე. ნუკრის ალია და მევლუდ მელაძე, ფინალი, ვინ დაიკავებს პირველ ადგილს. შეიძლება ითქვას, რომ მევლუდ მელაძემ უფრო მშვიდად გააკეთა ეს ყველაფერი, შეიძლება ასე თავის გამოცდილებიდან გამომდინარე, თუმცა ნუკრის ალია ძალიან ბევრს ნერვიულობდა გადაწყვეტილებაზე მსაჯების მოხდებოდა თუ არა ფინალში და ახლა ის აქ არის, ორივეს გულშემატკივრობთ. ღამის განათება და აქ შეგიძლიათ უკვე. ვაუ, ყოჩაღ. აი ესეთი ფინალი გვაქვს. საბურავების ხმა, წვილის ხმა, ბევრი კვამლი და გულშემატკივრების ყვირილი ისმის ტრიბუნებზე. აი ესეთი უნდა იყოს ზუსტად ფინალი King of Drift-ის, როგორც დღეს მიმდინარეობს. მადლობა მეგობრებო, მადლობა გულშემატკივრებო, მადლობა მრბოლელებო. თან ნახეთ, ესე იგი მე ახლოს ვიყავი ამბავთან, მეუბნებიან, რომ ყველაზე უფროსი და უმცროსი დღევანდელი დღის მონაწილეები ეჯიბრებიან ერთმანეთს. ძალიან მაგარი ფინალი გვაქვს მეგობრებო. აი ხო, საუკეთესო გაყოლა გქონდა ასევე დღეს. მოვიდა ამის დრო. მეგობრებო, წეგან გითხარით და ახლა შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, აბა სრულიად გულშემატკივრებო ქართული ავტოსპორტის, King of Drift-ის და
შეკრებილო ადამიანებო ლილო არენაზე მოდითავლესოთ ჩვენი ტელეფონის ფანრები და გავანათოთ ტრიბუნები ერთი კარგი ფინალი მივცეთ ესეთი სადავარ მეცაკა ვარ ოპა აბა მიდით აი ესე ჩვენი ოპერატორები ამას ამ ყველაფერს გადაიღებენ შემოინახავენ ნახე დაუჯდა ხალხს წელი დღის განმავლობაში ტელეფონები მაგრამ მაინც ბევრნი ვართ ბლომად ვართ თქვენ შეგიძლიათ მეგობრებო ჩემგან ხელმარცხრივი რა თქმა უნდა ჩვენ ხომ ყველა ერთი დიდი გუნდი ვართ აი ესე გელოდებით ფინალისტებო და ვნახოთ რა იქნება მეორეც და ამჯერად უკვე მევლუდ მელაძე მიყვება ნუგრისალია არის ფინალი აი ზუსტად ესეთი უნდა იყოს ფინალი ზუსტად ესა ყველაფერი ჩამქრალია ცეცხლმა ქრიო ეი რა ხდება ტრიბუნებზე ნახეთ როგორი ხმაურია როგორი გულშემატკივრობაა და ფინალით შესაბამისი გვაქვს აბა რა ხდება მელუდის კაპოთ ქვეშ ჩავიხედოთ აი ძალიან მაგარი გარბენი იყო მაგრამ შემთხვევით one more time რო თქვა ჟიური მე რა ხდება აი შემთხვევით one more time რო თქვა ისეთი მაგარი გარბენი იყო რომ ჟიურიც კი ფეხზე ადგა და გაეღიმა ესიამა უნდათ ისეთი კარგი გარბენი იყო და როგორც წესი ჟიური რო გააღიმო ძალიან ძნელია მე მგონი ეს წყალი გაცხელდა მელუდის მანქანაში იმიტომ რომ მე მგონი ცოტა წყალიც დაიღვარა ჟიურის მხრიდან მოიცა თმის ესე იგი ძალიან ძიმეთ არის საქმე ნახეთ როგორი წითელია მელუდ მელაძის ტურბო როგორ ანათებს ღამე ესე იგი ჟიური მიიღო გადაწყვეტილება და კიდე ერთხელ გაიღიმა. დღეს მე ორჯერ გაიღიმე სულ. ორივეჯერ ამ გარბენზე. ერთი თვითონ გარბენი მოეწონა და ეხა გადაწყვეტილებაზე გაეღიმათ. რაო? გითხარი. წეღარო ვიკითხე. ხო გახსოვთ? ვაი და ერთხელ კიდე მოგვიწიო სიარული მე. აჰა, გაუფრთხილდითო. One more time. One more time. ესე იგი, რაც არ უნდა მელუს დიდი გამოცდილება კონდეს.
რაც არ უნდა დიდი გამოცდილება კონდეს. ახლა საინტერესოა არის თუ არა მელუდის Purple Junkie წყობში რომ გაიაროს კიდევ ერთი ცდა. მელუდის Purple Junkie უბრალოდ Junkie ხო არ გახდა. გავათავისუფლოთ ტერიტორია, დავიკავოთ ჩვენი ადგილები, მეც რა თქმა უნდა გადავდივარ ტრეკიდან. მეგობრებო, ლამაზებო და კარგებო, ჩვენ გვაქვს 10 წუთი იმისთვის, რომ დაველოდოთ ფინალს. მოკლედ ძალიან დაძაბული ფინალური ეტაპი გვაქვს. მადლობა გულშემატკივრობისთვის, მადლობა იმისთვის, რომ მთელი დღეა ერთად ვართ და ძალიან გვაინტერესებს რა მოხდება, ვინ გაიმარჯვებს. გულშემატკივრობთ ჩვენს რჩეულ მრბოლელებს და ნახოთ ვინ იქნება დღევანდელი დღის გამარჯვებული. მელუდ მელაძე და ნუკრისალია კიდე ერთხელ გაივლიან. მოდი ერთი ძალიან მაგარი აპლოდისმენტები დააჯილდოვეთ თქვენი თავი, იმიტომ რომ მაყურებელი თქვენ გარეშე, მაყურებლების გარეშე ნამდვილად არ გამოვიდოდა არაფერი. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ აქ ხართ, ჩვენთან ხართ და ჩვენაირად გიყვართ დრიფტი. ესე იგი, მელუდ მელაძეს აქვს შანსი, რომ დღეს კვალიფიკაცია უკვე მოიგო, ჩემპიონიც გახდა და შეუძლია, რომ ეტაპიც მოიგოს. ნუ ყოველ შემთხვევაში შანსი აქვს. მეორეს მხრივ ნუკრისალიას აქვს შანსი, რომ პირველი გამარჯვება მოიპოვოს King of Drift-ზე. ორივე მონაწილეს აქვს 10 წუთი იმისთვის, რომ მოემზადონ ფინალის ფინალური გარბენისთვის. აი ნუკრისალია შემოვიდა, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ მზად არის. მელუდის მანქანას ბევრი ხალხი ახვევია თავს, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ მზად არ არის.
მეუდის მანქანასთან საბურავები თვითონ მივიდნენ იქ შეცვლიან წყალს ჩაასხავენ და მზად იქნება ფინალისტვის უკვე მეორედ როგორც ხედავთ, მეუდის მანქანაზე საბურავები თითქმის მიწვიდა. ამასობაში მე შეგახსენებთ ჩვენი ჟიურის შემადგენლობას. ეს არის დავით ჭეიშვილი, რომელიც გუშინ წლის აღმოჩენა გახდა საქართველოს დრიფტის ჩემპიონატზე. წელს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და ძალიან კარგი გარბენებით გვანებიულებს ხოლმე. ნოდო კოდუა რომელმაც 350-ჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ზურა დიასამიძე, რომელიც არის King of Drift-ის მთავარი მსაჯი, საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მსაჯი და ეს ბიჭები აკეთებენ ისეთ საქმეს, რის გარეშეც დრიფტი არ გამოვიდოდა. ასე რომ ერთი აპლოდისმენტები ჩვენ მსაჯებსაც,
მადლობა. ჩემთან მოვიდა ესეთი ინფორმაცია, რომ 10 წუთი, უკვე მე-10 წუთი იწურება და ეს ნიშნავს, რომ როგორც კი 10 წუთი გავა, მელუნ მელაძეს თავისი კუთვნილი 5 წუთიანი ავტომატურად ჩაერთვება. თუ 5 წუთიც ვერ დადგება სტარტზე, ეს ნიშნავს, რომ ავტომატურად ნუკრის ალია გახდება გამარჯვებული, მაგრამ იმედია, რომ ისეთი მაგარი გარბენი იყო, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მელუდი გააკეთებს მანქანას და ერთ ეგეთ მაგარ გარბენს კიდე შემოგთავაზებენ. ოპა, მელუდის მანქანა დაიკოქა. და ეს რომ მარშალებმა დაიკავონ ადგილები. ეს ნიშნავს, რომ მელუდის მანქანამ სტარტზე მივა. ხალხი ტრაფიკად გადავა და ჩვენ ნახავთ ფინალის ფინალურ გარბენს.
ზეგი როგორც გავიგე, 1 წუთი აქვს დარჩენილი, მეულს საბურავს ამატებენ. ალბათ უკვე წუთზე ნაკლები. იმედია რომ ჩაეტევიან წუთში, გააჩნიან. ნასოსი როგორ იყო ჩაღია, როგორ დაბერავს. მეულოდის მანქანა დაიქოქა. საბურავი დამატებულია და ჟიური თქვა მზად ვართო. ტრასაც როგორც ხედავთ, თავისუფალია. სეიფტი კარი დადგება ახლა თავის ადგილას და დაიწყება ფინალური გარბენი. არის კრუხონი. არის საფინალო სტარტი. იო! კონტაქტიც იყო. ვაუ! მოკლედ ერთი ადგე და მეორე კიდე ღამით, როცა არაფერი არ ჩანს და მაინც ახერხებს მუქრისალია რომ გაყვეს მეულოდ მელაძე. Whoa! Come on! ესეთი ცეცხლოვანი ფინალი ქონდა. ძალიან ეფექტური იყო და ძალიან მალე ჩაგვიქრა ცეცხლი. აპლოდისმენტები, აპლოდისმენტები. და მისი ცეცხლოვანი Purple Junkie. ალბათ ყველა ხვდებით ეს რასაც ნიშნავს. აი ფინალი და აი ფინალური დასასრული რა. ნუ არ ვიცი ბოლოს მეულოდ მელაძემ გველე შაპით დააფინიშა თუ რა გააკეთა. არ ვიცი. ძმებო ზედმეტი არ მოინდომოთ, მაინც მეულუდს მოусმინეთ. აუ რა ხდება? ბიჭო. აუ ნახეთ ხო, თქვენთან მოვიდა ხო? ცეცხლებით აქ იყავით რომ მოვიდა თქვენ. Come on. ყველაფერი კარგად არის, აპლოდისმენტები. და ამასობაში შეგიძლიათ დაიძრათ ქვემოთ. ყველასთვის ღიაა უკვე ლილო არენა. პოდიუმს ხედავთ განათებულ ადგილას და იქ გვექნება გამარჯვებულების დაჯილდოება. Wow, come on, come on! არა კარგები ხართ.
Super. ამასობას შეგვიძლია პოდიუმთან შევიკრიბოთ და დაველოდოთ გამარჯვებულების დაჯილდოებას. Pom pom pom. Tararam. Taram. Aris, Mauri, Aris, Shriamuli. Hey. ჩემი გადაღებული ვიდეო არც ერთი არ გამოგივა. ყველგან ხელი მიკანკალებს. მე სულ გავხდი შემეში. მე მეგონი გადავიღეთ ეს. გადავიღეთ მე მეგონი. ნახეთ როგორ დავმტვერეთ ეს ლამაზი და მშვენი რომელიც თავარი პრიზია დრიფტ 2000 ყველა აქ არის მოკლედ მეგობრებო ამასობაში ჩემი ხმა ისმის უკვე პოდიუმიდანაც მოდი მე ასე გადავალ უკან და ადგილი დაუთმოთ დღევანდელი დღის სავარგმირებს სამეულს ტოპ სამეულს საუკეთესო 32 მრბოლელიდან მოახერხა და პოდიუმზე დაიკავა ადგილი.
ჩვენ ახლა გამარჯვებაც ეს გავატაროთ და ესე დავიაროთ. მიდით ისარ შეერთო დახუს. შედი. გავატაროთ. გულშემატკივრებს გთხოვთ მეულდის მანქანა დატოვოთ და გადმოხვიდეთ დაჯილდოებისკენ. გულშემატკივრებს ყველას დატოვეთ მეულდის მანქანა და გადმოდით პოდიუმისკენ გადმოინაცვლეთ. მაგ მანქანამ დღეს იმღერა, ბოლოს იმღერა. დაანებეთ თავი. ეხა გულშემატკივრების საყურადღებოდ ის ვინც ვერ ხედავს რა ხდება, მოკლედ ხილად ვიყოთ აქ. აღნიშნა გვაქვს ამ ძალიან მაგარი პრიზის, რა უნდა იყოს ხა დრიფტერისთვის. დრიფტის მანქანაზე უფრო მთავარი. ოტო თავარტკილაძეა ჩემთან ერთად. დავიწყოთო, მეუბნება, ოთო, რაც ნიშნავს იმას, რომ სამივე გამარჯვებული აქ ყურადღებით. მოდით დავიწყოთ აპლოდისმენტებით 32-ვე დრიფტერს, ვინც დღეს ერთმანეთს და ცდილობდა დაეკავებინა პოდიუმზე. თუმცა მათგან სამი საუკეთესო აქ არის. სამივეს სახელი და გვარი შესაბამის სერტიფიკატზე დატანილია. და მთავარია ჩვენი აპლოდისმენტები. მოდი მესამე ადგილით დავიწყოთ, თუმცა იქამდე უნდა ვთქვათ, რომ მესამე ადგილს აუცილებლად გადაეცემა 100 ლიტრიანი ვაუჩერი საწვავის. მესამე ადგილი და მთავარი პრიზი. ჩვენი აპლოდისმენტები მათე როჭიკაშვილი. მათე 32 საუკეთესო დრიფტერიდან 3 საუკეთესოში შენახარ. აპლოდისმენტები კიდევ მეორე ადგილის რაღაცნაირად წვეტა მაქვს, ხო, ხმაში ცოტა მიმართულებას ავიღებ და ეკნება. ოთო, მადლობა, რომ აქ ახარ. ახლა ოთო შენ უნდა გადასცე უკვე მეორე ადგილს. მეორე ადგილზე უცნაურია ამ სახელის და გვარის მოსმენა, მაგრამ ძალიან გაგვახაროს პირველი ადგილი დარწმუნებული ვარ, ისე როგორც მესამე ადგილიც ძალიან სასიხარულოა და მევლუდ მელაძეს, ცეცხლოვანი მევლუდ მელაძეს აპლოდისმენტები. ეს ყველაფერი გააკეთა და ბოლოს Purple Junks ცეცხლი წაუკიდა. ხო, ძრავი აღარ აქვს მევლუდს, მაგრამ რაღაც ამბები არის. დაველოდოთ სამეულის დაჯილდოების შემდეგ ჩვენ მთავარი გამარჯვებულის დაჯილდოება გვექნება. და ყურადღებით. თქვენის ნებართვით ერთ ინფორმაციას დავამატებ, სანამ გამარჯვებულს ნიკა გამოაცხადებს, ჩვენი გამარჯვებული არის 18 წლის მხოლოდ. ქალაქი რუსთავიდან. ახალგაზრდა მაგარი სპორტსმენი და ულოცავ ამ გამარჯვებას. ისალია!
ნუკრის ალიას უფრო მაგარი აპლოდისმენტები მეგობრებო ამ ბიჭმა შეძლო და ყველაზე გამოცდილი დრიფტერი დაამარცხა ფინალში გადასვლის ნერვიულობა მისი მახსოვს გილოცავთ ნუკრი და ძალიან ბევრ წარმატებებს გისურვებთ სამეულს აპლოდისმენტები შესაბამისად მესამე მეორე და პირველ ადგილს გადაეცემა 300 100 200 და 300 ლიტრიანი ვაუჩერი ვისოლის საწვავის ვაუჩერი და რა თქმა უნდა ჩვენი აპლოდისმენტები ამასობაში ჩვენ ჩემპიონსაც გამოვაცხადებთ აქვე შეგვიძლიაოთო კიო მეუბნება King of Drifts 2023-ის გამარჯვებულია მელუდ მელაძე და გადაეცემა პრიზი აწყობილი მისთვის მომზადებული BMW 36 კომპაქტი მეგობრებო აღარ შემიძლია საუბარი ემოციებისგან დაცლილი სავსე არ ვიცი ოჰო აპლოდისმენტები სამივეს მაგარ ბიჭებს 18 წლის დრიფტერი რომელმაც დღეს გაიმარჯვა და პირველი ადგილი მოიპოვა აპლოდისმენტები ყველას მადლობა ლილო არენას მადლობა დრიფტერებს მადლობა ვისოლს მადლობა საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციას და გულშემატკივრებს დიდი მადლობა ყველას მადლობა ჩვენს მაყურებელს Facebook-ზე დროებით მეგობრებო შემდეგ